მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას, რომელსაც ქვია კონსერვატორია. უკრაინის მინდა დავიწყოთ გუშინ სპეციალური ანტიკორუფციული ორგანო, რომელიც ამერიკელებმა შეუქმნეს ზელენსკის ისე რომ ზელენსკი ვერ აკონტროლებს. აი ეს ორგანო შევიდა ერმაკი არის ადმინისტრაციის უფროსი ზელენსკის ოფისში და შევიდა. მოკლედ რატომ შევიდა? შევიდა იმიტომ რომ ერთი დღის წინ ზელენსკის თანხმობით, რა თქმა უნდა, ერმაკმა განაცხადა, რომ ომი არ დასრულდება მანამ, სანამ უბრალოდ ტერიტორიების არ გადავცემთ და ამ პირობით ომი არ დასრულდება. ხო, როგორც იცით, ტრამპს ეჩქარება ომის დასრულება, ბევრი პრობლემა, ვენესუელა მისახედია, ჩინეთისგან რუსეთი ამოსაგლეჯი და ზოგადად. და ნობელის პრემია აქვს ასაღები და ამიტომ ეჩქარება, ასე თქვა. და სწორედ ამან გამოიწვია, რომ ეჩქარება და ზელენსკი რომ უარზია, გამოიწვია მორიგი შეტევა ზელენსკიზე. ეს შეტევები სანამ ზელენსკი არ დათანხმდება, მშვიდობიან გეგმას გაგრძელდება, მეგობრებო, და ან ზელენსკი აღარ იქნება, ან ზელენსკი დათანხმდება ამ ეგრეთ წოდებულ გეგმას, არ ვიცი პუტინი რას ეთქვის ამაზე და მაინც აღარ იქნება ზელენსკი. ანუ ზელენსკის საქმე არის გადაწყვეტილი. მოდით მცირე ანალიზით ჩავატაროთ, რა მოხდა უკრაინაში და რას გადავრჩით ჩვენ. მე მოკლედ ვიტყვი, სამწუხაროდ უკრაინელ ხალხს, რომელიც ძალიან ეკლექტურია, სხვა შორის ესეთი ეკლექტურია, საქართველოს ქართველიერი არ არის, ეკლექტურის გულისხმობ, რომ შეკოწიწებულია რეალურად ეს ქვეყანა მომიტევეთ, მაგრამ ლენინმა, სტალინმა ძალიან ბევრი ისეთი ტერიტორია მისცა მათ, სადაც უკრაინა არ არსებობდა, ხო? აღარ მოყვები რომელი ყველა მის უშგოროდი, ლვოვი და ასე შემდეგ, კარპატები, სადაც არ იყო უკრაინა, ხო? და ვერ მოხერხდა ინტეგრირება რაღაც საერთო იდეის გამო და სწორედ რუსულენოვანებს, იგივე რუსებს, მალოროსებს ეჯახებოდა ყოველთვის ბენდერას მომხრეები, იქით ამხარე. და ვერ მოხერხდა ქვეყნის რაღაცნაირად გამთლიანება ერთი იდეის გარშემო. ამით რა თქმა უნდა ისარგებლეს იმათ, ვინც Deep State-ს ვეძახით, დასავლეთმა და გააკეთა პროექტი ანტირუსეთი უკრაინისგან. რუსეთი ამას ვერ მოითმენდა, ბირთვული სახელმწიფოა და ვერ დაუშვებდა, რომ მის უახლოეს ტერიტორიაზე, მის საზღვართან 1 კილომეტრში ან 2-ში ან 10-ში განთავსებული იყო ზებგერითი რაკეტა, რადგან ეს რაკეტა 5 წუთში მიაღწევდა მოსკოვს და ვერ ჩამოაგდო ვერანაირი PVO. ანუ უკრაინის ნატოში შესვლა იყო ეგზისტენციური საფრთხე საქართველოს სხვა შორის. და გახსოვთ ეს ულტიმატუმი, პუტინის ულტიმატუმი, საქართველოს და უკრაინა ერთად იყო მოხსენებული, სადაც თხოვდა ამერიკას, რომ არ შეეყვანოთ ეს ქვეყნები ნატოში და ამერიკის პასუხიც გვახსოვს, ხო, დასცინეს პრაქტიკულად. ომის დაიწყო და მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ჩვენ აღმოგვაშთა ვაშკაცობა ჩვენს ხელისუფლებას, ჭკუა, გამბედაობა, რომ ამ ანტიურაში არ ჩარავილიყო, მაგრამ თავარი რა არის? ქართველმა ხალხმა ზოგიერთების გასაოცრად, მაგალითად მეც გაოცებული ვარ ქართველების სიჭკვიანით, რომ არ მისცა არანაირი საბაბი Deep State-ს და მაიმუნებს. იყო ერთად, ზუსტად გაიგო თუ რაშია საფრთხე, რას უნდა მორიდებოდა, რომ მშვიდობას საფრთხე ემუქრებოდა და ძალიან ზედმიწევნით კარგად იქცეოდა, ზუსტად იმათ აძლევდა ხმას, ვინც ამ მშვიდობას იცავდა, ზუსტად იმათ არ უერთდებოდა, ვინც იძახდა, რომ ბომბები მირჩევნია სიცხილსო და ეს არის აი ყოჩახ ჩვენ ქართველებმა ვივარგეთ ისტორიულ გადამწყვეტ მომენტში ვივარგეთ ქართველებმა როგორც ხელისუფლებამ ეგ ეგრე არის ისე ხალხმა ამ შემთხვევაში ერთიანი ვიყავით აი ეს არის ჩემი მოკლე ანალიზი თქო აბსოლუტურად გეთანხმები შალო მე ჩემს მხრივ დავამატებდი რომ საქართველოს პირველად თავისი ისტორიაში ნუ უახლეს ისტორიაში ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი განვითარებაზე და ჩვენ არ გავაკეთეთ არჩევანი იმაზე რომ ვიღაცას მოეწონებოდათ თუ არ მოეწონებოდა ჩვენი საქციელი იმიტომ რომ ფაქტიურად ანუ ნაციონალურ მოძრაობამ და პრინციპში ადრეც საქართველოში ჩამოყალიბდა ხელისუფლება რომლის მიზანი იყო რაღაც პირობითი ბალტიისპირელების მოსაწონი პოლიტიკის წარმოება რო აი ბალტიისპირელები ან რა ვიცი პოლონელები ან ვიღაცები რომ გვეტყოდნენ რომ აი თქვენ რა მაგარი ბიჭები ხართ აი საღოლ აი მაგრები ხართ აი რაღაცა ვაშკაცები ხართ კი კვდებით რაღაცა მაგრამ აი სამაგეროთ და ეს არა ანუ ჩვენ აღმოჩნდა რომ პირველად ბოლო პერიოდში ქართველები ვართ პრაგმატულები რაც
რაც როგორ არის რომ იგივე ამ ქართულ ლიბერალურ სეგმენტში ანუ მიჩნეულია რომ ჩვენ ქართველები არ ვართ გრუზინები ვართ რაღაცა გვიყვარს кейფი გვიყვარს რაღაცა გვიყვარს ეს რაღაცა ეს ემოციური არაადეკვატური რეაგირება და აღმოჩნდა რომ არ არის ესე ჩვენ ქართველები ვართ დასავლეთში ეგრე ეგონა იმიტომ რომ ანუ მოდი თქვათ რა ანუ მართლა იმ მომენტში როდესაც 2022 წელს იყო ომი უკრაინა ეს უნდა ითქვას უკრაინა კატეგორიულად მოითხოვდა რომ საქართველოს დაიწყო არა მარტო უკრაინა ჩვენ ვიცით ნახე უკრაინას ჩვენ არ ვამბობთ ხოლმე რა ანუ ესეც უკვე დროა რომ არა ვამბობთ ხო მაგრამ სტეპანჩუკის მოწოდება ანუ მეტწილად ჩვენ ანუ არესტოვიჩი მაშინ პირველი გარდატეხა ამ ბოლო 5 წელიწადში იყო ერთი ეგ რო თქვით რომ დასავლეთს არ აქვს მარტო საქართველოს მიმართ რაღაცა კეთილშობილი მიზნები არ არის ესე აქვს თავისი მიზნები პლუს ამას დაემატა რომ უკრაინა კატეგორიულად მოითხოვდა რომ საქართველოს ჩართულიყო საბრძოლო მოქმედებებში მას დაიწყო თავისი სამხედრო ოპერაცია დავშოთ აფხაზეთში და ოსეთში რაზეც რუსეთი იძულებული იქნებოდა რომ დახმარებოდა ამ მის მიერ მოგონილ რაღაცა ფსევდორესპუბლიკებს და ეს გამოიწვევდა საქართველოში ომს ჩვენთან ყველაზე ცუდი ცირა არის არც ერთ ნორმალურ ისტორიაში რომელსაც თვითონ ეს ჩვენი კეთილის მსურველები წარმოადგენდნენ საქართველოს ომში არ იგებდა როგორ იგებდა კაცი ანუ ყველა ომში პირდაპირ გეუბნებოდნენ რომ ერთ დღეში დამასკები და მე რა ვქნათ პარტიზანები უნდა გახდეთო და იარაღს მოგცემთო ამერიკის ელჩის სიტყვებია ანუ ცუდი ეს არის რომ ეს ხალხი არც კი განგვიხილავდნენ არა კაცო ეგ იყო პარტიზანები უნდა გახდეთო გეუბნებოდნენ და მთავარი რა რომ ჩვენ ამაზე ვთქვით ვარით და კიდევ ერთი ძალიან დეტალია რა 2022 წელს გამოიყვა რომ საქართველოს შეუძლია თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით თავისი სიმშვიდით კარგად ივაჭროს საქართველოს შეუძლია შექმნას ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა რომელიც მოგცემ შედეგს აი პრემიერმა ახლა თქვა რომ ჩვენ ჩამოვრჩებით 30-40%-ით დავუშვათ ევროკავშირის თუმცა უყურე შალვა მანდ მთავარი რა არის რომ არსებობს ასეთი პრინციპი რომელიც თქვა 70-ის პრინციპი რო გაიგო რამდენ წელიწადში გაიზრდება შენი ქვეყანა შენს ეკონომიკურს ანუ გაორმაგდება შენი ეკონომიკური ქვეყანა შენს ეკონომიკურს დას ანუ უბრალოდ 70-ს გაყოფ შენი ქვეყნის ეკონომიკურ დაზე საშუალო საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 6-დან 9%-მდე რაც ნიშნავს რომ სადღაც 7-დან 10-მდე ქართული ეკონომიკა ორმაგდება ანუ რაიც ხო ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ რომ ევროპის ეკონომიკა და ევროკავშირის ქვეყნების სტაგნაციაში იქ არ არის და იქ 1%, იქ 3% არის რაღაცა სიგიჟის გერმანიაში მაგალითად არ არის არა ნუ ის რა შალვა გერმანიაში თავის ეკონომიკიდან გამომდინარე რომ ძალიან და ვერც იქნება მაგრამ არც მოლდოვა, არც ბულგარეთში და რუმინეთში არის, რაც ანუ ყველაზე ცუდ არა. და შესაბამისად ჩვენ ხალხო ან მართლა რა, ანუ საქართველოს ჩვენ აღმოჩენა გავაკეთეთ, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა გავაკეთეთ, რომ საქართველოს შეუძლია ივაჭროს, საქართველოს შეუძლია თავისი სიმშვიდე გაყიდოს საქართველოში ინტერესების ეს 6 მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც შეადგენს ლამის ქართული ან რაც საქართველოში ანუ ნაცების დროს მაგალითად ამხელებდა და ჯამში არ შემოსულა, საერთოდ შემოსულა. როგორ დათვალო. ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყდა საქართველოს არის ქვეყანა, სადაც შეიძლება მსგავსი ინვესტიცია მოხდეს. ჩვენ ამ იდიოტებზე ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ აქტივისტებზე ვისაუბრეთ, მაგრამ სიგიჟე რატო არის მათთან რაიმე ლაპარაკი ნორმალური. კაია კალასმა თქვა მართმა უფროსმა. კაია კალასმა თქვა, უფროსმა ერთ-ერთმა თქვა, რომ სამართლიანი იქნება, რომ რუსეთის არმია შემცირდეს უკრაინის არმიას რომ ამცირებთო, რომ ვთხოვთო უკრაინას ვეკეთ ერთ პუნქტში ეწერა სამშვიდობო საშეკვლევის პუნქტში, რომ უკრაინის არმია უნდა შემცირდეს და ამაზე უარს არიან. და ევროპის რუსეთის არმია უნდა შემცირდეს. წარმოვიდგინეთ კაია კალასი, რომელსაც თვით რუბიო არ მიიჩნევს გიჟად მიიჩნევს, ხო, გიჟად მიიჩნევს. აი ეს ამ ქალს აქვს რაღაცა გავლენა რაღაცაზე. და ამბობს, რომ რუსეთი, რომელიც გამარჯვებულია ამ ომში, ბრძოლის ველზე, რუსეთმა უნდა შეამციროს. ნუკრის ბოდიში ერთ დავამატებ რა, რომ ნუკრის ვთქვით ბაღნაშველობდი ვარ, მაგრამ მე მიყვარს ისტორია და ვიტყვი რა, დღეს არის მეორდება ისტორია რა, რომ მე-18, მე-17, მე-19 საუკუნეში გერმანია გამოირჩეოდა იმით, რომ საკუთარ ჯარს ყიდდა.
ხო, ლანცკნეხტები, ლანცკნეხტებიდან მოყოლებული ყველა, რომ აი მაგალითად ინგლისი ძირითადად ომობდა გერმანული ჯარებთან და საკუთარ ჯარი არ ყოფილა. ტრადიციულად არ ყავს. 3-4 საუკუნის შემდეგ ევროპამ გადაწყვიტა რომ ყავს უკრაინა, რომელსაც რატომღაც უნდა ყავდეს 800,000 არმია, როდესაც თვითონ გერმანია, საფრანგეთს და ყველა ჯამში არ ყავს მაგხელ არმია. ისე საინტერესო ნიკუშა მისაუბრა. აი ჩვენ სადაც გვეპატიჟებიან, ხო? სულ აი გუშინ დაიწყოთ, გუშინ წინ ბულგარეთში პროტესტი. ბიუჯეტის განხილვაზე. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ ხარ ვსაუბრობთ მოლდოვაზე და არ ვსაუბრობთ, ესე იგი, უკრაინაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე, რომელმაც უკვე შეამცირა მთელი რიგი ხარჯები და რამაც გამოიწვია სოციალური პროტესტი. რატომ შეამცირა, ხო? ეს თუ ეკონომიკური პრობლემა არის. ზრდაც რაც შეეხება, იქ ძალიან მარტივი ის არის რა, რომ როდესაც გასაგებია რომ შენ არ უნდა შეედარო შენგან რაღაც რადიკალურად განსხვავებულ მაგას საფრანგეთს არ უნდა შეედარო გერმანიას ზომა წონა ყველაფერი სხვა მაგრამ შენ შეგიძლია შეედარო შენ მსგავს ქვეყანას მაგალითად ბალკანეთის ქვეყნებს ხო ხო შეგიძლია შეედარო ხორვატიას და ასე რომლებიც არიან ევროკავშირში და ნახოთ ეკონომიკური ზრდის ტემპები ნახო და ნახო ზოგადად რა პრობლემებია იქ და რა პრობლემები არის შენთან ნახავ რომ შენთან ძირითადად რაღაცა ისეთი პრობლემები არის რომელიც ნუ რაღაცა ისე დაკავშირებული უნდა აშენდეს თუ არა ქალაქი და რაღაცა ეგეთი საკითხი არის და იქ არის ეკონომიკის იმაზე დაღმასვლაზე საუბარი და იმაზე რომ რაზე შევამციროთ ხო ანუ ორი ეკონომიკურ თვალსაზრისით მე პოლიტიკურ თვალსაზრისით ამას ვაცილებ რა ეკონომიკურ თვალსაზრისით აბსოლუტურად სხვა დისკუსია ჩვენთან და აბსოლუტურად სხვა დისკუსია ანუ შენ გაქვს დისკუსია როგორ განვითარდე და იმას აქვს დისკუსია რომ როგორ რაზე დავზოგოთ ხო ეს აბსოლუტურად სხვადასხვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია იმიტომ რომ ზოგადად არ არსებობს ჯადოსნური რაღაც განვითარების გზა არსებობს მონაცემები არსებობს ეკონომიკური ზრდის მონაცემები როდესაც ევროკავშირის ან რომელი რაღაც პროდასავლერ ადამიანს იკითხები უნდა ძალიან მარტივი რაღაცა კითხო რით იზრდება ესე იგი შენი პოლიტიკის მიხედვით როგორ გაიზრდება ქართული ეკონომიკა ხო ეს უნდა იყოს ქართული შენი ქვეყნის ხო შენი ქვეყნის როგორ გაიზრდება შენი ქვეყნის აი და პროდასავლური რაღაც პოლიტიკოსი რო გამოვიდეს ხო და თქვა ემიგრანტების მოძალება რო გაქვს რუსულ ენერგომატარებლებს რო არ ყიდულობ და აი როგორ გაიზრდება მართალია აქ თავარი მომენტი არის ასევე ის რომ აი ეს უნდა ითქვას რა რომ ჩვენ არა ვართ რაღაცა ამოვარდნილი ერთ ქვეყანა ჩვენ ვართ ერთი დიდი ევრაზიული ამ შემთხვევაში აი ბიძესკი ამბობდა ესე იგი ევრაზიული ბალკანეთს ხო ყაზახეთიდან ბალკანეთამდე ტერიტორიის ნაწილი ვართ აი ეს ტერიტორია არის ერთი სივრცე. ჩვენ თუ გონია რომ იქ პაკისტანსა და ავღანეთში რაღაცა ხდება და ეს ჩვენ არ გვეხება, ძალიან ვწდებით რა. ეს არის ერთი არის სივრცე, სადაც აუცილებლად სადაც კონფლიქტი იქნება, მაგრამ ახალი კონფლიქტის ლოგიკა რას გვეუბნება? ახალი კონფლიქტის ლოგიკა გვეუბნება იმას, რომ სადღაც რადგან ეს არ იქნება ისეთი ომი და არ იქნება აშკარად ისეთი ომი როგორც მეორე მსოფლიო ომი იყო, იქნება ცივი ომის მსგავსი კონფლიქტების ზონა. ეკონომიკური ომი. წერტილოვანი ეს ნიშნავს იმას, რომ ესე ქვეყნები დაიყოფენ ორ ნაწილად. არ უნდა მოხდეს ვიეტნამიზაცია შენი ქვეყნის, არ უნდა მოხდეს ფინეთიზაცია. ჩვენ უნდა ესე იგი მივხვდეთ, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ფინეთიზაცია. ფინეთიზაცია რას ნიშნავს? შენ ვაჭრობ საბჭოთა კავშირთან, ვაჭრობ დასავლეთთან. შენ ნეიტრალური სტატუსი. შენ არ მარტო ჩვენ შემთხვევაში ბუფერობა არ ნიშნავს მარტო არ ნიშნავს ნეიტრალიტეტს. ბუფერობა ნიშნავს იმას, რომ შენ გესმის დიდ სახელმწიფოებს რა ინტერესები აქვს და აბალანსებ ამ ინტერესებს. ეს არის დამაბალანსებელის ლოგიკა გაქვს და მარტივია რა რომ ეხლა არის მაფიოზებს შორის ომი და ადგილი სადაც მაფიოზები ერთმანეთს არ კლავენ არის ეკლესია ხო ესეთი დაუწერილი კანონია ხო ჩვენ უნდა ვიყოთ ეს ეკლესია სადაც ეს ადამიანები ერთმანეთს არ მოკლავენ აი ეს უნდა მოვილაპარაკოს სოფლიო რომ კურორტი დაუძახოთ დატო იარაღი მომძარდი სიამოვნე ხო მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა შვეიცარიაც ეგეთი არის ხო ჩვენ ძალიან ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ აი ნახოთ რა რომ საქართველოს რო იყოს ისეთი დიდი ქვეყანა რა ვიცი მარტო შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ერთიანი სისტემა ქონდეს ხო კიდე სხვა პოზიციები შეიძლება მაგრამ არ არის ესე არსებობს აზერბაიჯანი რომელიც რაღაც ცოტა უცნაურ პოლიტიკას ატარებს იქ პაკისტანის ბაზა იქ თურქული ძალების გაძლიერება და
ვერ ვენდობით იმ ასევე ისრაელთან არაფუჭებს. არაფუჭებს ურთიერთობები, ირანთან თუ დაძაბული ურთიერთობები, ანუ რას ვამბობ, რომ ვერ დაამყარებ, ვერ მიყვები ბოლომდე აზერბაიჯანს, ვერ გექნება. არც არის საჭირო. ამიტომ შენ უნდა გქონდეს ისეთი მომენტი, რომ მარტო შენი ინტერესებზე იყო ორიენტირებული. რაც შეეხება თვითონ უკრაინის საკითხს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. არც ერთი ხელშეკრულება არ მოაგვარებს ამ კონფლიქტს, თუ ამ კონფლიქტის გამოწვევი მიზეზები იგივე დარჩება. და რა არის ეს გამოწვევი მიზეზები? ეს არის ხო ანტირუსეთობად ყოფნა, როგორ ხდებოდა ხავერდოვანი რევოლუციების შედეგად და ხალხის გამოთაყვანება. და მარტივი რაღაცა, როგორ ხელშეკრულებას არ უნდა დაგიდოს რუსეთმა. შენ თუ აქ ხავერდოვანი რევოლუცია მოახდინე და არ გვერდს. აბსოლუტურად გაუქმებულია ეს. ერთადერთი მომენტი, რომელიც შენ რაღაცა გადაგარჩენს, არის ცოდნა და ინსტინქტი გეოპოლიტიკური ლოგიკის. არა ხელშეკრულებები, არა ის ევროკავშირის ვიღაცა წარმომადგენელმა რა თქვა. არამედ ის როგორ გესმის ეს ლოგიკა. გესმის გადაარჩენ საქართველოს და შენი ქვეყნის ისტორია გაგრძელდება. არ გესმის, ბევრი ქვეყანა დაიღუპება. დამიჯერეთ ამას მე არ ვამბობ, ბევრი ადამიანი წერს. ბევრი სახელმწიფო, ეხლა რომელიც ჩვენ ბუნებრივად მიგვაჩნია, აი ამ დიდი კონფლიქტს, რომელიც ბევრი მიიჩნევს, შეიძლება 20 წელი გაგრძელდეს, შეიძლება 30 წელი გაგრძელდეს, ხო? წერტილოვანს ვამბობ, ანუ სამდე ახალი დიდი შეთანხმება არ დაიდება და ახალი სოფლიო წესრიგი არ შეიქმნება. ბევრი სახელმწიფო შეიძლება აღარ იარსებოს. მათ შორის უკრაინა, მაგალითად. დიდი საფრთხე აქვს უკრაინას. აშკარა არის, რომ ეს უკრაინა როგორც რომელიც 91 წლიდან არსებობს, ხო, აი ამ საზღვრებში არის აი მისი მოდუსი ყალიბდებოდა როგორც ანტირუსეთი და ეს გასაგებია, ხო, ეს აი სლავ ხალხებს ხშირად აქვთ ეს რუსეთისადმი ეს ფარული შური, ასე ვთქვათ, რომ ეს რუსეთი არის დიდი იმპერია და ესენი არ არიან. მაგრამ არის მეორე საკითხი, რაც საქართველოს შეეხება, რატო არ უნდა ვიყო ჩვენ ანტირუსეთი. საქართველოს არის შეიძლება ხშირად არ ვიცით, ბევრი ჩვენგანს არ გვაქვს წარმოდგენა ესე ტერმინოლოგიურად, მაგრამ ნეოპლატონური კულტურა. ნეოპლატონიზმი იგივე რუსთაველის ვეფხისტყაოსანი არის ნეოპლატონური ტექსტი. ძალიან მარტივად რას ნიშნავს, რომ ნეოპლატონიზმში ბოროტებას არ აქვს სუბსტანცია. ბოროტებას თუ არ აქვს სუბსტანცია, შენ როცა იტყვი რომ მე ვარ ანტირუსეთი, ნიშნავს რომ რომელიღაც ქვეყანას, მათ შორის ოკუპანტ რუსეთს, ანიჭებ ბოროტების სუბსტანციას და შენ გამოდიხარ როგორც კეთილი. და რაღაცა სუბსტანციურ ბოროტებას ებრძვის. თვითონ რუსებს აქვს ეგ მიდგომა, რომ აი მტერი და ჩვენ სიკეთისთვის ვიბრძვით და იგივე იმპერია და ეგეთი დროშა. ჩვენ როგორც აი მართლა ეს ნეოპლატონური, რომელიც აი ამ რაღაც შვენიერებით, ესთეტიკით და აი ამ ცნობიერებით, ჰუმანიზმით, ხო, ესაა ჰუმანიზმი, რომ ის მტერიც კი არის მომხტური და განახა კი არ ვამბობ, რომ აი ეს ჭრილობები დავივიწყო და რაღაცა. უბრალოდ აი ესეთი მიდგომა, რასაც ეს ჩვენ არ უნდა გავხდეთ ანტირუსეთი და მით უმეტეს ანტირუსეთად ვერ გახდებით თუ ვიღაცებმა არ გაიძულეს ეს დიდი ფულით რესურსით და მაგის თქმით აი დააკვირით იგივე აი 2008 წლის ომის შემდეგ ჯაჭვიც იყო ის და ბევრი რაღაცა იყო რითაც ადამიანმა გამოთქვეს პროტესტი მაგრამ ისეთი აგრესია არ იყო ხო აი რიგითი რუსების მიმართ როგორც იყო ეს რა სააკაშვილი ხდებოდა რატო იმიტომ რომ ეს ამ შემთხვევაში ეს რუსოფობიული არის ასე ვთქვათ ორკესტრირებული საერთაშორისო ლიბერალების მიერ იგივე ხა იგივე ეს ქათამაძე და სხვები ამ 2008 წლის ომის მერე ჩადიოდნენ, იმღეროდნენ და ეხლა უკრაინას უმღერიან. რატომ? იმიტომ რომ აქ უფრო დიდი პონტი, ასე ვთქვათ, ხო, მოკოქილი თემა, ორკესტრირებული თემა და ასე შემდეგ. რაც შეეხება აი მშვიდობაზეც მინდა ვთქვა, საქართველოს აი ხა ჩვენ რო გისმენდით თქვენს და ეხლა წარმოვიდგენ რომ ეს არის აი პეპლის ეფექტისავით ხო რომ შეიძლება აი რო ვიღაცას დერეფნებში 22-ში რო სხვა გადაწყვეტილება იგივე როცა იყო დეგნანის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა სხვანაირად წარმართულიყო და რომ თავრობას მედეგობა არ გამოეჩინა ეხლა შეიძლება ჩვენ ეს ანალიტიკური სიმშვიდი და ის რომ აი ხა ჩვენ ინვესტიცია თუ რაღაცა არ მაგაზე ვერ ვისაუბრებთ და ამაზეც ვიტყვი 1-2 სიტყვით რომ ჩემი აზრით აი ეს მშვიდობას ეს ხო არის მშვიდობა უბრალოდ ესეთი რაღაცა მშვიდობა არის საფუძველი და მათ შორის იგივე ეს იგლ ჰილსის პროექტი რაც არის ამისი გეოპოლიტიკური ჩაბეტონების საშუალება მაგალითი რომ ხალხი ფულს იხდის ამიდიაში ისე კი არ არის რომ რაღაცა ხო ან მშვიდობის რაღაც კაპიტალიზაცია ხდება ფულს იხდის და ეხა ხო ის ხო მართლა სულელი არ არის მილიარდიანი კომპანია და დებს ამაში ფულს და არასტაბილურ ქვეყანაში ხო არასტაბილურში არ ჩადებდა და პლუს ამას ამ ფულიდან მე შეგიძლია
გამოიგივე დემოგრაფია, იგივე რავი ჰესები, იგივე ბევრი რამის შეიძლება მოახმარო აქედან წამოღებული ფული და ეს რაღაცნაირად ეს ხო ყველაფერი მართლა შვიდობის დამსახურება, რასაც ნებისმიერი ქართველი ვინც გაიაზრა ეს სიტუაცია მხარი დაუჭირა ამ წლების განმავლობაში. დაგაკეთოთ. ბევრ სახელმწიფოზე მეტი ფული აქვს იმერთ კომპანიებს. სახელმწიფოებზე ბევრი ფული აქვს, იმიტომ ტრილიონები აქვს და ეხლა ეს ტრილიონები მთლად მამაპაპისგან არ დარჩენია, თვითონაც რაღაცა გონიერი ხალხია და იციან სად რა უნდა გააკეთონ. შესაბამისად ძალიან კარგად იციან, ბევრჯერ გვითხოვს ხო, ანუ მშვიდობა არის ყველაფრის საფუძველი. გადაწყვეტილება, გონიერული გადაწყვეტილება მიიღო, ხელისუფლებამ მაშინ როცა მიიღო, საზოგადოებამ სწორად აღიქვა ეს ყველაფერი და მიუხედავად ახლა ძალიან დიდი ზეწოლებისა, ალბათ საზოგადოების დიდმა გამოცდილებამ და რაღაცა გონირულობამ თავისი საქმე გააკეთა, თორე ალბათ ძალიან ბევრი ქვეყანა ვერ გაუძლებდა იმ ზეწოლას, რაც ხდებოდა მაშინ შიგნიდან გინდა თუ ნუ გარედან. იმათვის პირდაპირ სამიზნე ვიყავით ხო უკრაინელებისთვისაც და თქვათ იქ შეერთებული შტატების მხრიდან და ნუ ევროკავშირიდან განსაკუთრებით. ეს იყო ჩვეულებრივი დამუშავებული გეგმა და არც არავინ არ ელოდებოდა სინამდვილეში ამ ხელა წინააღმდეგობა რო შეხვდებოდათ. და ნენელა უამრავი სურათი გამოდის, აი ფაქტები გამოდის ხელის გულზე. ვითომ რომ რაღაცა მოსამართლეების დანიშვნას რომ ერჩოდნენ, აი ხომ არაფერ შუაში არ არის და მოსამართლეების დანიშვნას პროცესთან დაკავშირებით ერთ ამბავში იყო შეერთებული შტატები, გინდა ევროკავშირი რაღაცა სანაცია უნდა ყოფილიყო რაღაც რაკეთებას. იქ ვიღაცები ტიპებს უნდა განესაზღვრათ რომ კაი კაცია თუ არა. არა, ეგ ერთი საკითხი და მეორე, ანუ სასამართლოში როდესაც რეფორმა ჩაატარეს და თქვათ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა იყო, ამაზე ერთი ამბავი იყო, რომ არადემოკრატიული პროცესია, ისეთია და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ხო ვიცით რომ უზენაეს სასამართლოს ხელით ჩაგდება უნდა და იმ შეერთებული შტატების რა თქმა უნდა ისო იყო ელჩი და თავისი რაღაცა კადრების შეშვება შიგნით. ამიტომ ატეხეს ამბავი, რომ აქ თურმე რაღაცა სასწაული არადემოკრატიული პროცესები მიმდინარეობდა. აგერ ბატონო 2 დღის წინ ევროპის სასამართლომ, როდესაც რაღაცა საჩივარის განხილვა მიდიოდა, ერთი ის თემა რომ მოსამართლეები იდეალურად მუშაობენ, რამდენი საჩივარის გააგზავნეს, ყველა საჩივარი ასე თქვათ უკან დაუბრუნდა და არ დაუკმაყოფილდა თაცებს. როცა პირიქით ხდებოდა ხოლმე, ხო გახსოვთ, რამდენი საჩივარი შედიოდა, ყველაფერს მოსამართლე იყო. ხო, ანუ აქ მთავარი თემა რა იყო, იცი რომ იმ ევროპის სასამართლომ იცი რა ჩაწერა გადაწყვეტილებაში, რომ რეფორმებს უზენაესი სასამართლოსო რეფორმაო წარმატებით განხორციელდა, ანუ მთელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან გინდა თუ რაღაც ამ ხელაზე წოლები და ახლა დღეს გვეუბნება ის სასამართლო, ეს ყველაფერი წარმატებით განხორციელდა და იქ რაღაცა ზოგადად სასამართლო რეფორმასაც კი 2012 წლის მერე სასამართლო რეფორმასაც კი აქებს და ადიდებს. ანუ ყველა მხრიდან შეტევა მოდიოდა, საიდანაც შეიძლებოდა რომ ქვეყანა ეყანყალებინათ. ერთი ჩვენ ყოველთვის ვამოთხოვნთ, ერთი მიზანი ჰქონდათ. მიზანი იყო ერთი. როგორმე ჩვენ უნდა ჩავთვლიყავით ომში. თუ ეს ხელისუფლება მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, აღარავინ აღარ შეეცდებოდა, რომ იქ რაღაცა ხელისუფლების შესრულება მოეძროთ. ხო, თუ ხელისუფლება წინააღმდეგობა კი არა გაუწიეს, გათვლილი არც ჰქონდათ. წინააღმდეგობა გაუწია, აი მის მერე დაიწყო ეს ამხელა ზეწოლები და ქვეყნის ყანყალი. ამას საზოგადოება კარგად მიხვდა და რაც თავარია კიდევ რა არის, იცით? ქართველებისთვის და ზოგადად ალბათ კაცობრიობისთვის ყველასთვის თავარი არის ღირსება. ერის ღირსება ქვეყნის თითოეული ინდივიდის ადამიანების ღირსებაზე, როდესაც ჩვენი ხელისუფლება რაღაცა მიზნისკენ მიდის, თუნდაც ევროინტეგრაციაზე რო ლაპარაკობთ, ხო, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ კი ბატონო მე მინდა ევროინტეგრაცია, მაგრამ ეს უნდა იყოს ღირსებით, თქვათ ევროპაში ესეთი ლოზუნგიც იყო რა. მოდი ახლა შევადაროთ ქართველები, რომლებიც ლაპარაკობენ ღირსებაზე, მე რა თქმა უნდა ერთი ჩვეულებრივი ადამიანი კმაყოფილი ვიქნები, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს ხელისუფალს გააჩნია ღირსება და ხედავ რა თქმა უნდა, ის დაიცავს ჩემს ღირსებას. როდესაც უღირსი ადამიანია, ახლა რა თქმა უნდა ის ჩემს ღირსებაზე არ იფიქრებს. ჩვენ რატომღაც ვნახეთ და არავის აქცენტი არ გაუკეთებია, ზელენსკი რო გამოვიდა და იცით რა, ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთო.
ღირსებასა და პარტნიორს შორისო რა. ანუ თურმე აქ დამთავრდა მარჩევანზე შეაყენა რა. რა თქმა უნდა, ღირსება, ანუ ღირსების იქით აღარაფერი აღარ თუ ან და ასე შემდეგ პარტნიორი და ის და რატომ ამოთ უარს პარტნიორზე ვახსნა თავისი ჭკუით? ხო, ანუ ზუსტად ანუ ეს არის მაგალითი. ცოტა უცენზუროა, მაგრამ შეუსრულეს, გაუკეთეს იმ პარტნიორებმა, სულ ეხლა დღესაც. ხო, ანუ ღირსეულად. ჯერ ერთი რომ ძალიან კარგად ვიცით რომ უღირსი ადამიანი არის, მაგრამ რატომ მაშინ არ ელაპარაკებოდა საზოგადოებას ღირსებასთან დაკავშირებით არჩევანი გავაკეთოთ, როცა ომის დაწყებას აპირებდნენ და ყველაფერი საზოგადოების გარეშე რო გადაწყვიტეს. მას არ გადაუწყვიტია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? თვითონაც ხო იყო ჩართული ამაში. დღეს დაჭირდა ადამიანებთან ლაპარაკი და თანაც ღირსებაზე ლაპარაკება. სტამბოლში ხელი რო არ მოაწერა. სტამბოლის შეთანხმებაზე. ხო, არავის ანუ ის შეშინია, იცი, მაგრა გაუხურებენ ეხლა რომ ხელი მოაწეროს, რომ გაცილებით უკეთეს პირობებზე შერდებოდა რა. რა თქმა უნდა, ეგ ის სიტყვა არ არის, შალვა, იქ საზოგადოება რასაც იზავს, კაც მარტო საზოგადოება ამერიკა იზავს. ყველა ის ევროკავშირის დღეს რო იძახის, რომ ჩვენო უნდა მივეხმაროთ და რაღაც ჯარებზე და რაღაცებზე რომ ლაპარაკობს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროკავშირის შუაში ყავთ მოქცეული რუსეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. და ორივე თავისას გასაკეთებელს უკეთებს რაც უნდათ. ევროკავშირი არის მიდის ჩვეულებრივ ვაბანკზე. ეს არის როგორი ბლეფობა რო ქვია რა. იმას აკეთებენ ვითომ რაღაცა იმას გვერდში დაუდგებით ბოლომდე გაქვს. რისი გამყოლებიანად ჯარი მაგათ არა. ფული მაგათ არა. ბოლოს მომენტში უკან იხევენ. ხო და ანუ ეს არის ერთი მაგალითი გამოთაყვანებისა და უღირსი ადამიანისა, როგორიც არის, რა ქვია, მზელები. აი ამ კატეგორიის ადამიანების ჩამოყალიბებისაკენ მიდის ბრძოლა. ანუ ესეთი ტიპი უნდა გამოიყვანონ, რომლისთვისაც არც სამშობლო არსებობს. მარტო ტიპი არ არის. ბოდიში უკრაინელმა ხალხმა აირჩია. ეგეც მნიშვნელოვანია, რომ პრობლემა არის. პრობლემა რა თქმა უნდა. რუსეთთან მოგვარების ეგიდით აირჩია. არა, მაგრამ მაინც უნდა დაფიქრებული. არა. ეხლა ჩვენს სააკაცოებს უნდა დაფიქრებული. რა თქმა უნდა. ხარს რო უჭერ. რა თქმა უნდა. მაგრამ მე მოვიხადე. შალვა შეუსრულეს იმათ ის, რაც ჩვენ ვერ შეგვისრულეს. იმათ რა მეთოდებითაც შეუსრულეს უკრაინელებს, უბრალოდ ჩვენ მეტი გამოცდილება და გონიერება მოგვაჩნდა და ვერ გაგვაკეთებინეს ის რაც მათ უნდათ, რომ იმათ შეუსრულეს. ხო გახსოვთ იმათი სახეები რაღაცა ევროკავშირში შევალთ 3000 ევრო მეკნება ხელბასი რაღაცები ნატო და ასე შემდეგ, ხო? იმ ხალხს ისინი მოატყუეს და გამოიყვანეს ტიპაჟი, რომელიც არის ყველაფრის გამკეთებელი. სად აქვს ღირსება? ანუ მოდი შეადარონ ეხლა ჩვეულებრივმა ადამიანებმა ხელისუფლება საქართველოსი, რომელიც პირველ ეტაპზე აყენებს ქართველი ერის ქვეყნის ღირსებას და შემდეგ უკრაინელების ეგრეთ წოდებული გმირი პრეზიდენტი, რომელიც ღირსება უკანა პლანზე საერთოდ დაწეული. ყველა მადლობა. ყველა კი არ ახსენე კაია კალასი. ძალიან საინტერესო დისკუსია, ოღონდ უნდა შევწყვიტოთ სულ მცირე ხნით რეკლამაზე.